ეს იყო ყველაზე ტრამული მოგზაურობა ჩემს ცხოვრებაში. Всё, დავნებდით. რასაც გვეუბნებით, ჯეტური მართლა მენატრება. გართულდა, გზა გართულდა. მოკლედ, გუშინ ვიყავით ხევსურეთში. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ შეყლავ ჩემ ძმაკაცმა, რომელიც თქვენ ძალიან კარგად იცით ჩემი ვიდეოებიდან, დამირეკა და მითხრა, რომ ხევსურეთში ვაპირებთ წასვლასო. დღეს ჩვენ მივდივართ ხევსურეთში. მაღალმთიან ადგილებში ძალიან ბევრ ტალახში უნდა ვიაროთ მანქანითაც და ფეხითაც. ძალიან დაუგეგმავა და მოულოდნელად მოხდა ეს ყველაფერი ჩემმა მეგობარმა შეყლავ დამირეკა და მითხრა, რომ ხინკალი გინდაო, მეთქი კი ითქო, ხო და ძალიან მაგარი ხინკალი უნდა ვჭამოთო და წავედითო, სად წავედით? არ ვკითხულობდი, დავთანხმდი და მე გავარკვე, რომ თურმე ხევსურეთში მივდივართ. ამიტომ სასწრაფოდ მანქანა მჭირდებოდა, იმიტომ რომ ჩემი 92 თიქ ვერ წავიდოდი და აი ეს მანქანა შევარჩიე ამ ყველაფრისთვის. ჯეტურ ტეორი, რომელიც არის პლაგინ ჰიბრიდი და დღეს ამ მანქანას გავტესტავთ. ნიკა შეტური გატესტილი გვაქვს, მაგრამ მოდი ვნახოთ ეს როგორ გამოიჩეს თავს, იმიტომ რომ ეს ბერად ახალია, უფრო კარგი რაღაცები აქვს. მე ყველაზე მეტად რაც მოვეწონა ორმაგი შუშები აქვს და იმ მანქანასთან შედარებით ამას ბევრად კარგი ხმის სიცოცხლე აქვს. ასევე პლაგინ ჰიბრიდია და ძალიან ცოტა სწავს, ელექტროძრავსაც მოიხმარს და შედაწვის ძრავსაც და მაგ ყველაფერს ერთად გავტესტავთ, რამდენს დაგვიწევს, როგორ იulis, უგზოობას როგორ გაართმევს თავს და ასე შემდეგ. ამიტომ წავედით. ახლა გვეჩქარება 10 მანქანა, არა 9 მანქანა მივდივართ. 9 მანქანაში მინიმუმ 4 კაცი მაინც. აი ძალიან ბევრი ადამიანი მივდივართ. წავედით. ისინი უკვე რა თქმა უნდა წასულები იყვნენ და შეყლა მითხრა, რომ ცოლის ცრემლები რო არის რესტორანიო შავშიო, აი მან დაგელოდებითო. მეთქი ოკეი, კარგი. და წავედით და გზაშიც დავედით. მივდივართ ახლა ცოლის ცრემლებში, დორედ იქნა შევხვდეთ სხვა გუნდის წევრებს, იმიტომ რომ ვერ დავემთხვიეთ დროში და ძალიან მოუმზადებლები ვარ წამოსული. მანქანას ბატარეა დასატენე არის 19%-ია ახლა, შერეული წვით დავდივართ ჯერ კიდევ, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ძრავი თვითონ პატარა არის, მაგიტო ზედმეტ დაწოლაზე ხმაურიანია რა, როგორც ყველა პატარა ძრავიანი ავტომობილი, მაგრამ ხო, როგორც შედაწყვეტავენ ზეტურზე რო ხმაურიანი, ისეთი ნამდვილად არ არის და სხვა შორის ხო ამ მანქანას როგორც ვიდეოს დასაწყისში აღვნიშნე, ორმაგი შუშები აქვს და ძალიან კარგი ხმის იზოლაცია. და ეგ ძალიან მომეწონა. რა ხდება? ფოტოს გადაღება. მოვედით მოკლედ, ვნახეთ ხალხი ეს არის შეყლა. შეყლა როგორ ახარ შეყლა? შეხედე აბა ამდენ ხალხს, რანაირად უნდა იყოს ცუდად. ერთი ხალხი, სუჩვენები, მთელი ოჯახი, ყველანი ახლა. მე დიდად არ მიყვარს ხმაურობა, მაგრამ რა კრახა. ხინკალი როდის იქნება? ხინკალი იქნება წლების მერე. მისმე რო გამოვტოვოთ ყველაფერი და პირდაპირ ხინკალზე წავიდეთ. ბიჭებს ვიღებთ თუ რა ბიჭებს და ანას თუ? ჰა. პირდაპირ ხინკალზე რო წავიდეთ. ხინკალზე ვაფშე ვინც არის არ უპასუხობს. შეზოხსო. რა მანქანებით არიან ჩვენთან წარმოდგენილები? ეხლა მოდი ეგ ვნახოთ. პიკაპი ყავს. ესეც ყავს. მაგრამ ეს რა შუაში? დავიძარით იქიდან ერთად უკვე და წავედით ხევსურეთისკენ. გზაში მართლა ულამაზესი ადგილები. როდესაც ჩავედით, პირველი გაჩერება იყო აბუდელაურის ტბები. რაღაც კონკრეტულ ადგილზე გავჩერდით, საიდანაც ფეხით უნდა წავსულიყავით. რა თქმა უნდა, გამოცდილი ადამიანებიც გვახლდნენ, რომლებიც დიდ დროს უთმობენ ძალიან და პროფესიონალურად არიან დაკავებულები ასეთი რაღაცეებით და ისინი იყვნენ ასე ვთქვათ ჩვენი გიდები. ამოვედით მოკლედ, ახლა აქედან ფეხით უნდა ვიაროთ დაახლოებით 6 კილომეტრი და აი ამზვანით ვართ, მე ამზვანით ვართ ჩვენ წარმოდგენილი ჩვენი მანქანიდან ხალხი და აქ მოსულები არიან მთის ფეხსაცმლით, ჯოხებით, ჰაიკინგის რაღაც სპეციალური ჩანთებით, წყალგაუმტარი ტანსაცმლით. რა შვიდიჩი ვიძბო როგორ ახ? ვემზადებით, მივდივართ აბუდულურზე. აუ, სადაც მიდიხართ მოყვებით და რა კარგია, კარგი მომზადებული ხარ წამოსული, რაც თავარია, თმის კაპი გაქვს, კამერა გაქვს, რაცია გაქვს, всё. ტელეფონი მიდევს, ყველაფერი მაქვს. ორი. ერთი საჭმელი მინდა და ვსიო, იდეალური იქნებოდა ყველაფერი. საჭმელი არა, თეთრი ხუთი უნდა ჩაიცვა. თეთრი არის მშვიდობის ნიშანი. არქის გამოწერას, არის ღილაკის გააქტიურება, თუმცა რომ ეს მრავალფეროვანი და საინტერესოები ვიდეო ნახოთ მთაში და არა მხოლოდ მთაში, ზღვაზე, ტალახში და ბუნებაში. იხარე, ოქრო. ზარი. აუ, მაგარ ტალახში. ზემოთ. პირველი რაც ვიკითხე იყო რომ მეთქი რამხელა მანძილი უნდა ვიაროთ. დავიძარით უკვე მაგარ ტალახში დავდივართ და
დათო წუწუნებს უკვე რომ არ მინდა ტალახში სერულია და სხვა გზა ვნახოთ. მაგრამ ძალ ამაზე აქაურება მინდა აღვნიშნო. დათო ახალი გზა მონახ ტალახებში რო არ იაროს. თარანაირად ეს ნახ. იანა რეივერა ქუთაისელი ხარ შენ თავს. წავედით, მივდივართ და რეალურად ვეღარ მივედით. სიმართლე რომ გითხრათ, დიდად სიამოვნებას ვიღებთ ხა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ტალახია, ბალახებში ვერ დავდივართ, იმიტომ რომ ნამიანია და ეგრევე დავსოლდი ფეხები და მისვლა. საერთოდ არანაირად არ ვარ მომზადებული ამ გარემოსთვის. და ვისურვებდი რომ შრალამინჩი წამოსულიყავ. იყო საშინელი აღმართები. რეალურად დიდი მანძილი იყო ძალიან. ეს ტალახი ძალიან რთული იყო სასიარულოდ, იმიტომ რომ კისერი მაქვს დღეს დაჭიმული. აი ეს ადგილი მაქვს დაჭიმული, იქიდან გამომდინარე რომ მთელი გზა ძირს ვიყურებოდი, რომ რასადმე გუბეში არ ჩამხტარიყავი. всё, დავნებდით აი. თითქმის შუა გზაში ვარ და დავნებდით. ვერ ხვდები სად მივდივართ ან. არაფერი არ არის ჯერ. საკე კონტროლი. ჯერ არაფერი არ ჩანს. მივდივარ. კაი, მივდივართ. მაგრამ მე კიდე მივდივარ და მე კიდე მივდივარ. მე ჩვენ კიდე და ყველა ჯერზე გვატყობა ცოტა დარჩა. თან ვეღარავია. მარტო აღმართია, დაღმართია. თან ბიჭო ხინკლის კაცი ტელეფონსაც არ იღებს. ძალიან გაგვიჭერდა, ძალიან. მით უმეტეს პრობლემა ჩვენში ის იყო, ვინც ვიყავით ამ ერთი მანქანით წასულები. ერთი კვირის ღამენათებები ვიყავით. რაღაც პროექტს ვიწყებთ მოკლედ რისთვისაც სტუდიას ვაკეთებთ და მართლა იმ მთელი ერთი კვირა ამაზე ვართ გადართულები. პლუს აი ამ დატვირთვამ საერთოდ ბოლო მოგვიყო და ამიტომ გადავწყვიტეთ რომ უკან გამოვბრუნებულიყავით. ნაროზაული იკითხეთ იქ. თუ იყო გიორგი ნაროზაული, უთხარი რომ გიორგი შეკლაშულმა რომ დაგირეკავთ არიან აბუდელაური ეგზეთქო. კაროჩე ჩვენ ვაკ ვიქნებითქო, ფეჩ დაგვინთეთქო, ცოტა გაგვაცდეთქო, ხინკალი გვაჭამეთქო, მაგარ ხაჭაპური შეჭამ. აუ, ისეთ ხაჭაპური. აი, ისე ქენი რომ დატო. გიჟდები ისეთი ყველი აკროს. აი, იმიტომ რომ აქ ყავთ ძროხები. მაგას რო იზავ, კაროჩე, მე ჩვენს ხო სანამ თქვენ იქით გადახვალთ ხო კომუნიკაცია ექნება, ჩვენ რო აქედან ჩამოვალთ, აქ უკვე ჩვენი ინტერნეტი დაიჭეს. აქედან თქვენ დაგეკონტაქტებთ და გვეწვით იმას, რომ უკვე კი გიორგი არის და გელოდებათ და ჩვენც აქედან დავიძრებით და 1 საათი იქ დაგვოდებით თბილად ყნარას და ასე შემდეგ. და გაგრას მაგდრო შეუგვეთ. წამოგაწვენენ კიდევაც, დაგასვენებენ კიდევაც, ცხელყავას დაგალევინებენ, ცხელჩაის დაგალევინებენ. ისტორიაში მოგიყვანეთ. გაჭმევენ, გასმევენ. მელაპარაკები არ გქონდა, მაგრამ დაკერვა არ მჭირდება, მივდივარ. ხო, არა. მეცარი ხალხი ბაჩანაზე ვიდვალოდება უკვე. აი, წავედით, მიღა დავჭით. წავედით. კარგი იქნებოდა. უკან გამოვბრუნდით, იმიტომ რომ დრონით ვნახეთ ტბასად იყო და კიდე ბევრი ავანძილი იყო დარჩენილი, თან მაგრად გაწვიმდა. და აი, რასაც გვეუბნებით, ხო ვთქვით ამიდან რომ არ არის აქ წამოსვლა კარგი აზრი, თან ავამინჩი. თუ გიოთ, სვანეთში წავიდეთ აქედან ყაზბეგში, არ მაქვს ბავშვი პრობლემა. სვანეთში ვინც ხართ მესტიაში, იკითხეთ ლუიზა და ჭამეთ აუცილებლად ლუიზას კუბდარი, იმიტომ რომ მაგ ქალს აქვს საუკეთესო კუბდარი მთელს მესტიაში. დალაიქეთ ვიდეო. გამოიწე, ხო ხედავთ რა სისულელეს ვაკეთებ. მე დათო, გამომხედე. ცხოვრებაში ასე თუ გამიხარდებოდა ჯეტურის ნახვა ნამდვილად არ მოგანა. გავიგუმპეთ, დავსოლდით, სუტყულად ვიარეთ. და ასე შემდეგ. ეს ბევრად საინტერესოა. საქართველოს ნისლია, ვერაფერს ვერ ვხედავთ. ნელ-ნელა უფრო მაღლა ავდივართ, გზა ფუჭდება. ძალიან მაგარია. მეტი რა უნდა ვინატროთ. ეხლა ძალიან მაღალზე ვართ, მაგრამ ეს ხო წერს ჯეტური რა ხელა. სიმაღლეზე ვართ. 2960. ეს რა წამოვიდეს ახლა ეს თოვლის მასა. არა, არ უნდა აქვს გადაღწიოს. არ უნდა წამოვიდეს, ახლში შეგდუმი ჩეძან, ხო? გამარჯობა. არ ხატამდე შარია? 12 კილომეტრი. როგორც აქედანა და არ ხოდი. თუნდები ხართ უკვე რაღა დარჩა 1 კილომეტრი. всё. მადლობა დიდი. მადლობა, მაინც იმდენი როგორც არ ხოტამ. მადლობა დიდი, დაყო. ხოთა შორის ასეთი გზები კარგად დადეს. მეწონა. და ეხა გვაქვს X მოუჩი, ნახე. X მოუჩი გვაქვს, რომელიც თავისით არჩევს მოუდებს. ერთი წამი რანაირი ფორმა აქვს ხიდს, ნახე. ჩამფრავლი ხედია. ეხლა მაგალითად ჩამფრავლი ხიდს. აქ წყლით რო გავიდე. შემოვლით გზას არსებობს, კი შეგვიძლია ზღალზე, მაგრამ ეს რაღაც ძალიან სულად გამოიყურება. მოჭრილი გადავიაროთ.
მე თუ ჩავარდება საწავად. ეს მაგადი სიმძიმე რო ვერცად ვერ წავარ. წყალი დიდი არ არის. აქ ისეთი კონდია რომ დინარეს თუ გინაგავდა და შეიძლება გაიარა რა, როდესაც არის დააშორებული. აუ, იქით რა ლამაზია. რადგან მოხდა აქ და რატო დატოვეს? მაგარია. წავიღოთ გავჯართოთ. არ ხოჭი როდესაც ჩავედით აღმოჩნდეთ რომ ეს სოფელი სულ რამდენიმე სახლისგან შედგება. ძალიან საინტერესო იყო იქაურობა. მართლა ძალიან საინტერესო იყო. იმის იქით გზა აღარ გრძელდებოდა, ანუ ბოლოს გზა მიგვიყვანა რაღაც ერთ კონკრეტულ სახლთან. და всё, მორჩა. და თუ არის ჩემი ცისერტყელა. და ხარ გეი თუ გაიგე. და თუ მოგწოს მანქანა. შიდაწვისწრავლეთა შედარებით უკეთესი იქნებოდა ქალაქში, თუმცა ასე გზასასწრებლად შიდაწვისწრავლენი ჯობია. რატო? იმიტომ რომ ძიმია შედარებით ჰიბრიდი შიდაწვისწრავლეთა ვერსიასთან და გზოობაზე მაინც მსუბუქი მანქანა უკეთესია რა, როგორც წესი და შესაბამისად ჯობია თქვენიც მისვლა. კომფორტულად ვიმგზავრეთ. იქიდან გამომდინარე რომ პლაგინ ჰიბრიდია დაწვა ძალიან ცოტა. მე წამოვიყვანე ეს ავტომობილი 40%-ზე იყო ელექტროძრავი დატენილი. იმ დღეს ქალაქში ვიარე და მეორე დღეს უკვე როდესაც ჩავჯექით და მივდიოდით ხევსურეთისკენ ზუსტად 25%-ზე იყო ელექტროძრავი. დავამატე ბენზინი მხოლოდ 50 ლარის, მაინც ყოველი შემთხვევისთვის მეთქი ცოტა დავამატოთ თქო. და საბოლოო ჯამში ბენზინის ძრავი წერდა რომ გაივლიდა 480 კილომეტრს. მეგონა რომ ელექტროძრავი მალე დაჯდებოდა და აი მანდ ცოტა დავეჭვდი რა, რომ მეთქი მხოლოდ შიდაწვაზე ძალიან ბევრს დაწვავს მეთქი. და შეიძლება მე არ გვეყოს საწვავი თქო, მაგრამ ნუ სხვა გზა არ იყო. ვიფიქრე რომ მეთქი იქ დავამატებ სადმე, მაგრამ გადაუხო თუ არა ნატახტარიდან ბენზინი გასამართად დურსაც ვერსად ვერ ნახავ საერთოდ რა იმეს, აი უსახელო ბენზინი გასამართად ვერ ნახავ რა ჩაასხა. ავტომობილს აქვს აქტიურებული რეგენერაციის ფუნქცია, ანუ როდესაც ჩამოწდა 20%-ზე, როდესაც ჩამოვიდა, დაიწყო უკვე თვითაღდგენა. და რეალურად ელექტროძრავს არ აჯენს ბოლომდე. ეხლა არის 15%-ზე, საერთოდ არ დამიტანია. საბოლოოდ მაინც გამოდის, რომ ეს ვიდეო კონკრეტულად ავტომობილის განხილვა მაინც არ იყო. ეს ვიდეო უფრო იყო თავგადასავალი ავტომობილთან ერთად. არ დაგავიწყოთ ჩემი არხის გამოწერა, დალაიქეთ ვიდეო, დამიწერეთ დებილობა კომენტარები, გახსოვდეთ რომ შეიძლება გახდეთ 50 ლიტრის საწვავის მფლობელი კონექტისგან. რენდომაიზერით ავარჩევ გამორჩებულს, ვისაც გადავცემ 50 ლიტრის საწვავს. ავადროებით.